უნივერსიტეტი არ არის ძალადობის ადგილი. მით უმეტეს სტუდენტებზე ძალადობის ადგილი. შეუძლებელია უნივერსიტეტში ძალადობდეს სტუდენტებზე და ეს უნივერსიტეტის შენობა აავსო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით. მე მინდა ჩვენს ხელისუფლებას გავახსენო. 90-იანი წლებიდან უნივერსიტეტი იყო ის ადგილი, სადაც ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის და თავისუფლებისთვის იწყებოდა და წარმატებით მთავრდებოდა. დარწმუნებული ვარ, დღესაც ასე იქნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოცნებამ სტუდენტებს მოპარა ხმა, არჩევანის უფლება. მაშინ, როდესაც ოცნებამ მოუკლა სტუდენტებს ევროპული მომავალი და მაშინ, როდესაც ოცნებამ უსამართლობა გახადა მთავარ კანონად. საუნივერსიტეტო სივრცეში, რა თქმა უნდა, სტუდენტები იბრძოლებენ თავიანთი ხმების დასაცავად, თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად და სამართლიანი გარემოსთვის. მე ძალიან მიხარია და ვხედავ, რომ სტუდენტების და ახალგაზრდების რაოდენობა პოლიტიკაში სულ უფრო და უფრო იზრდება და მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტები ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს. ეს უნდა იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ესმით ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ევროპული მომავალი არის ის, რაზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და რის მიღწევად მათ დღეს შეუძლიათ. სწორედ ამიტომ მე მინდა ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრებს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რასაც ისინი აკეთებენ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რა თქმა უნდა, რასაც ისინი აკეთებენ ჩემს ალმა-მატერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წარმატებებს გისურვებთ და იცოდეთ, რომ ამ სამართლიან ბრძოლაში ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით.